სახელითა მამისათა, დაზისათა და სულისაწმინდისათა. ბიბლია ყოველდღე მოგესალმებით, მეგობრებო. დღეს ვისაუბრებთ ძალიან მნიშვნელოვან და საინტერესო თემაზე, რომელიც ბევრს აინტერესებს, კალენდარი, ხო, ეკლესიის, ძველი და ახალი სტილი. რა არის ეს, როდის შემოიღეს ატომარი ჩვენს მართლმადიდებლებს შორის ასეთი განსხვავება და როდის და მოკლედ ამასთან დაკავშირებით ძალიან მოკლედ მარტივი უბრალო ენით მინდა რომ ესე იგი ვისაუბროთ და ნახეთ ჯერ ვისაუბრებთ იულიუსის კალენდარზე. რა არის იულიუსის კალენდარი? ჯერ მას იულიუსი კეისარმა შემოიღო ძველი წელთაღრიცხვით 45 წელს, ხო? იმ დროს ეს ხა დიდი მიღწევა იყო, რადგან ადრე ხო ვიცით ყველანაირი კალენდარი ესე ვთქვათ ერეოდა და წლის დასაწყისი ხშირად იცვლებოდა. იულიუსის კალენდარი წელიწადს ესე იგი წელიწადში 365 დღე ითვლის, ხო და ნუ პლუს 6 საათი და ყოველ 4 წელიწადში ერთი ესე იგი ვთქვათ ნაკიანი წელია, ხო, ანუ თებერვალში, ვიცით ჩვენ, ხო, ყოველ 4 წელიწადში ერთხელ არის 29 თებერვალი. სხვადასხვა 28 თებერვალში მე დავიბადე. 28 თებერვალს. ხო, ანუ გავიგეთ, ხო, ნახეთ, ესე იგი, წელიწადში არის 300 იულიუსის კალენდრის მიხედვით წელიწადში ესე 365 დღე და 6 საათია და რაც წამები კიდე, ის უნდა ყოველ წელიწადში ერთი ნაკიანი წელია, ხო, ანუ იმატება და თებერვალში 29 დღე არის. ეხლა რა არის გრიგორიანული კალენდარი? ჩვენი წელიწადი როგორც ზემოთ თქვით, ზუსტად 365 დღე არ არის, ხო? ის 365 დღე და დაახლოებით 6 საათია. ამიტომ იულიუსის კალენდარი წელიწადში დაახლოებით 11 წუთს და რაღაც წამებს უშვებს შეცდომას, ხო? 1582 წელს რომის პაპმა გრიგორი მერვემ ეს შეცდომა გამოასწორა და ახალი კალენდარი შემოიღო, რომელსაც გრიგორიანული ეწოდება. ხო? მან გადაწყვიტა, რომ ესე იგი ეს ყოველი მეოთხე წელი კვლავ ნაკიანი იქნება და გარდა იმ წლებისა, რომლებიც თქვათ აზე ანახეთ, რომლებიც აზე იყოფა, მაგრამ 4-ზე არ იყოფა. მაგალითად, 1900 წელი არ იყო ნაკიანი, მაგრამ 2000 წელი ნაკიანი იყო. ეხლა რა განსხვავებაა, მეგობრებო, ნახეთ, დღეს დაახლოებით განსხვავება არის 13 დღე. 13 დღე არის განსხვავება. ხო, როდესაც გრიგორიანული კალენდრით სიტყვას 1 იანვარია, იულიუსის ჯერ, ესე იგი 14 იანვარია, ხო? მაგრამ რა ხდება ეკლესიაში, ნახეთ, აქ ყველაზე საინტერესო იწყება, მეგობრებო, ნახეთ, მართლმადიდებელი, ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესია დღემდე იულიუსის კალენდარს იყენებს მთავარი დღესასწაულებისთვის, ხოლო კათოლიკური და ესელა პროტესტანტული ეკლესიები გრიგორიანულს. მაგალითად, აი რუსეთში ავიღოთ, თქო საქართველოს და ასევე სერბეთში, სხვა მართლმადიდებელ ქვეყნებში ეკლესია ინარჩუნებს ძველი სტილს, ანუ იულიუსის კალენდარს. ამიტომ ჩვენთან შობა 7 იანვარს აღინიშნება, ხოლო დასავლეთში 25 დეკემბერს. ანუ ნახეთ კიდევ ერთხელ მარტივად რომ ვთქვათ, მეგობრებო, უკაცრავად. ნახეთ, ორივე კალენდარი წელიწადს ითვლის, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ გრიგორიანული უფრო ზუსტია და დროთა განმავლობაში ნაკლებ შეცდომას უშვებს, ეკლესია კი ტრადიციულად ძველ სტილს ინარჩუნებს, ხო, ისტორიული და თეოლოგიური მიზეზების გამო. ნახეთ, მარტივი მაგალითი, თუ აი გახსოვთ, როდესაც თქვენ ანუ მაგალითად დაბადების დღე გაქვთ 1 იანვარს, ხო?
ძველი სტილით ეს 14 იანვარია. ეკლესია კი ყველაფერს ამ ძველი სტილით აკეთებს. ანუ ეს არის ასე ვთქვათ მარტივი განსხვავება იულიუსის და გრიგორიანული კალენდრის შორის და იმედია მარტივად ახსენი და გამოგადგებად. თუ იქნება სურვილი, კიდევ უფრო ვრცლად, დეტალურად ჩავწერთ ვიდეოს ამასთან დაკავშირებით. ღმერთმა დაგლოცო და გაგახაროთ.